გამარჯობა. დღეს შაბათია, ჩვენი მთავარი ანალიტიკური გადაცემა, ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დებურ გიორხელიძესთან ერთად. მე მინდა დღეს მიმოვიხილო ის განწყობა, რომელიც შეიქმნა უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით ჩინეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და შემდეგ უკვე სამხედრო აღლომის შემდეგ დასავლური პრესა განსაკუთრებით ცოტა უფრო რადიკალურები ვინც არიან თუ გნებავთ მარჯვენა ფლანგზე მარცხენა ფლანგი პირიქით ისევ ძალიან კარგი მასალა იმისთვის რომ ტრამპს შეუტიონ და არის შეფასებები რომელიც გითხრათ სიმართლე არაფრით არ ჯდება იმ გონიერების ჩარჩოში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია განწყობების მიხედვით ვისაუბროთ და გითხრათ სიმართლე საკმაოდ საშიში ტენდენცია, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ მოვლენების შემდეგ დასავლეთში არ ყოფილიყო გარკვეული შეშფოთება და ეს შეშფოთება ნამდვილად არის. ტრამპმა უბრალოდ პოლიტიკური უზუსტობები დაუშვა, როდესაც არ ჩავიდა ჩინეთში, როცა მას შეეძლო თავისი ავტორიტეტის გაცილებით აემაღლებინა და ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, მაგრამ მე ვთქვი ერთხელ და გავიმეორებ, ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს ყავს ძალიან არაპროფესიონალური გარემოცვა პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის ძირითადად ინტერესთა ჯგუფები დაკავშირებული ისრაელთან, დაკავშირებული ნეოკონსერვატორებთან და ეს ყოველთვის არის ცუდი. რა არის ცუდი? მოდით შევაფასოთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4-ჯერ ურეკავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს და ის არ პასუხობს. მოდით კანცელარიიდან ეუბნებიან ტრამპს, ანუ ვინც რეკავს ვაშინგტონიდან, რომ მას არ სურს თქვენთან საუბარი. ესე იგი, ეს არის იმდენად დიდი რადიკალური შემოbrunება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ მე ამას ვამბობ მხოლოდ ფაქტს ვაფიქსირებ და მინდა ახლა ეს ფაქტი გავაანალიზო. ინდოეთი ყოველთვის იყო ძალიან ფრთხილი, მოდით ასე ვთქვათ, საკმარისად მორჩილი, განსაკუთრებულად დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და ასევე დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ ეს ისტორიულად მოდიოდა ჯერ კიდევ ვთქვათ ჩემი სკოლის და სტუდენტობის პერიოდიდან, რასაც მე შევესწარი და ვხედავდი. ურეკავდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ და მხარე არ იღებდეს ტელეფონს. მოდით ახლა უბრალოდ ვიფიქროთ, რაც ნიშნავს. ეს არ არის გაბრაზებული კაცის საქციელი. უბრალოდ შეერთებულმა შტატებმა თავის საკმაოდ კარგ მეგობარ ქვეყანას ინდოეთს უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენა, არ ჩათვალა არაფრად, დაუწესა უაზრო სანქციები და ეგონა რომ ეს სანქციები ესე იგი გატეხავდა ინდოეთს და ნახეთ დრო შეიცვალა, მენტალობა შეიცვალა სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დღეს უამრავი ქვეყანა არავის ინტერესს არ აყენებს. ინდოეთმა აგრძნობინა შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკმაოდ უხეში ფორმით, რომ ინდოეთის შეურაცხყოფა არ დარჩება პასუხგაუცემელი და თქვენ თვითონ ახლა იფიქრეთ, რა დონის პასუხია გაცემული. ტრამპი ახლა ფიქრობს, მე ძალიან არ მომწონს ტრამპის მდგომარეობა, არ მსიამოვნებს გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ ეს ის ტრამპი არ არის, რაც იყო წინა მმართველობაზე, არ არის ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გარკვეულ, ასე რომ ვთქვათ, სისტემას აყალიბებდა. ის ახლა არის
ძალზე მაღალი ამპლიტუდით, სულიად სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი, არამყარი ადამიანი, რომელშიც არ იკვეთება გამოკვეთილი პოლიტიკა. ის რომ ის აპირებს კვლავ დაელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტს, რომელზეც მას არანაირი ზემოქმედების უნარი არ გააჩნია. ხას უსვამ. ძალიან გთხოვთ, მე გავაშიშვლებ ფაქტებს და ვიტყვი იმას, რაც არის, ემოციებისა და ყალბის შეფასებების დრო არ არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მივალთ საქართველომდე, იმიტომ რომ მე ამდენ დროს იმიტომ კარგავ, რომ ჩემი ქვეყნიდან მინდა ეს ყველაფერი დავინახო და ნახო რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი საქართველოსზე. არ აქვს და როგორც ამერიკულ პრესაში იწერება, ეხლა ის მოთხოვს ევროკავშირის ქვეყნებს გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გამოაჩინონ ერთობა, არ იყიდონ რუსული ნავთობი და უკვე ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარმა გამოაცხადა, რომ ჩვენ აღარ ვიყიდით, მაშინაც კი აღარ ვიყიდით ნავთობს რუსეთიდან, როცა უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. არ იყიდიან, საიდან უნდა იყიდონ, ესე იგი ყველაფერს მიაწვდის შეერთებული შტატები. ესე იგი, ერთ-ერთი მთავარი ევროპაში მიმდინარე პროცესებისა, უკრაინა, ევროკავშირი ერთია ყველაფერი, არის ის, რომ ამ უზარმაზარი ბაზრიდან გამოდევნილი იქნას რუსეთი და მისი ადგილი დაიკავოს შეერთებულმა შტატებმა. ის რომ ნავთობს ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს, მე მგონი ამას ახსნა არ ჭირდება. არ არის ნავთობი, არ არის ეკონომიკა, არ არის ის მეტალები, რომლებსაც ქვია იშვიათი წიაღისეული მეტალები, რომლებიც გითხრათ სიმართლე ჩვენი დროის გეოგრაფია, ვინც ისწავლა, მან კარგად იცის მსოფლიოში საკმაოდ ბევრია, მაგრამ კონცენტრაცია არის ცოტა ბევრ ადგილზე, ამიტომ მის მოპოვებას უბრალოდ აზრი არ აქვს. მაგრამ ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა ამ მხრივ, რუსეთი არის მთავარი ქვეყანა. რუსეთის პრეზიდენტმა ეხლა დავალება გასცა, რომ გაზრდილი იქნას წარმოება, ანუ მოპოვება, გადამუშავება და ასე შემდეგ ამ იშვიათი მეტალებისა და დააკვირდით აგრეთვე კარიბის ზღვაში შეერთებული შტატების გააქტიურებას, ეს არის ვენესუელის მიმართ მუქარები. რა არის მთავარი? მადურო კარგი ბიჭია, ცუდი ბიჭია, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ ვენესუელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგების მფლობელია. მას აქვს მთავარი, რომელიც ამერიკისთვის ხელმისაწვდომი იყო, ის აკონტროლებდა ყველაფერს. რაზეა საუბარი? შეერთებული შტატების ყველა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ტექნოლოგიურად აწყებულია მძიმე ნავთობზე. ის არაბული ნავთობი აბსოლუტურად არ ვარგია. როდესაც ვენესუელაზე კონტროლი დაკარგეს და მძიმე ნავთობი ფაქტობრივად დაიკეტა ამერიკელებისთვის, ერთადერთი ვისგანაც ყიდულობდნენ ამერიკელები მძიმე ნავთობს იყო რუსეთი, აი ურალს რო უწოდებენ. ამიტომ რატომ არ გადააკეთებს შეერთებული შტატები ამ ტექნოლოგიებს და გადავა ჩვეულებრივ თუ გნებავთ იმ რბილ ნავთობზე, რომელსაც არაბული ნავთობია. იმიტომ რომ ეს ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება, ვისაც კი ეკრანზე მაინც გინახავთ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, ფანტასტიკურად რთული კონსტრუქცია, ძალიან რთული ტექნოლოგიებია. ამიტომ გადამუშავება არ გამოვა, ამას წლები უნდა, ამას ფანტასტიკურად დიდი ფული უნდა, ამიტომ ჯობს რაც არის ის იყოს, მაგრამ საჭიროა მძიმე ნავთობი. მძიმე ნავთობი არის ვენესუელაში, მაგრამ ვენესუელაში არის უდიდესი მარაგები და ვინ დაამყარებს ამაზე კონტროლს, პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ დაძაბულობის კერა იქნება ვენესუელაც. დაძაბულობის კერა იქნება რუსეთი, იმიტომ რომ თქვენ თუ ბოლო ინფორმაციებს დააკვირდით,
კიევის ძალიან ძიმე დაბომბვა მოხდა უკვე მეორეჯერ და რაც შეიძლება ქართულ პრესაში არ დაბეჭდილა და არ თქმულა ამაზე, მთავარი ის არის, რომ მე ამერიკული წყაროებიდან ავიღე, ეს არის ის, რომ ნატოს ოფიცრების საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნა განადგურებული კიევში. მე ადრეც ვთქვი და ეს არავისთვის მსოფლიოში არ იყო, შეიძლება საქართველოში იყო გარკვეული სპეციფიური ჯგუფისთვის უცნობი, რომ ნატოს ოფიცრები ჯერ კიდევ 2014 წლის შემდეგ არიან უკრაინაში ძალიან დიდი რაოდენობით, მანამდეც იყვნენ იანუკოვიჩის დროსაც. ისინი ამზადებდნენ იმ არმიას, ისინი იყვნენ კონსულტანტები, რამშტეინის ბაზიდან მთელი ეს ოპერაციები იგეგმებოდა, ამერიკის კოსმოსური დაზვერვის მონაცემები ჯერ მუშავდებოდა რამშტეინის ბაზაზე, შემდეგ რამშტეინი ცოტა მოცილებულია და პოლონეთის საზღვარზე გადმოიტანეს შტაბი და არაერთი მიზანმიმართული დარტყმის შედეგად არაერთი ჯგუფი ნატოს ოფიცრებისა იქნა განადგურებული. ის რომ ოდესაში გადაცმული ნატოს სამხედრო ნაწილები დგას სხვაგანაც, ეს ყველაფერი ცნობილია, არავისთვის არ არის, მაგრამ ეს იყო მინიშნება, რომელიც შემდეგ უკვე ღია ტექსტით განაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ. ჯერ დაბომბეს, ინგლისელებს მიანიშნეს, ძირითადად ინგლისელები იყვნენ იქ, რომ და შემდეგ განცხადება იმისა, რომ ნებისმიერი ნაწილი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება პირდაპირ სამიზნე რუსებისათვის და ისინი ამას გაანადგურებენ. ეს განადგურება უკვე მიდის, თუმცა არც ერთი მხარე დიდ აფიშირებას არ აკეთებს იმისა, რომ ეს მაინც ნატოს ოფიცრებია. არადა სინამდვილეში ყველაფერი იცის, ვინ სად არის, რომელ საწვრთნელ ბაზაზეა განლაგებული, სად იყო შეხვედრები და სად იქნა განადგურებული ის ადგილი, სადაც ოფიცრები იყვნენ. რატომ შევეხე უკრაინის თემას? ევროპაში საუბარი იმაზე, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ ევროპის ჯარები განლაგდებიან უკრაინაში, ეს არის ისეთი არასწორი, ისეთი ცარიელი ლაპარაკი, იმიტომ რომ მთელი ეს უზარმაზარი პროცესი დაკავშირებული უკრაინასთან მხოლოდ ერთი მიზნით იყო, რატომ უნდათ უკრაინის შეყვანა ნატოში, რომ აქ ევროპის ჯარი განლაგება, ანუ ნატოს ჯარი განლაგებულიყო. ნატოს ჯარი თუ განლაგდება უკრაინაში, რაკეტულ სისტემებს მოსკოვამდე წვდომის 4 წუთიანი პერიოდი აქვთ. 4 წუთის განმავლობაში ჯერჯერობით არ არის სისტემა, რომელმაც მოასწროს რეაგირება. ხო არის? როგორ ხდება, იცით, ესე იგი? როდესაც რადარი დააფიქსირებს, რომ სადღაც რაღაც აფრინდა, რაკეტა არის, რამე, სხვა რამეა, ეს ინფორმაცია უნდა გადამუშავდეს და უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია თუ რა არის. გასაგები ამას, რომ რამდენიმე ათეული წამი ჭირდება. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება თუ რა არის, ეს დაუშვათ ესა და ეს რაკეტა, ხო? მაშინ კიდევ ჭირდება გარკვეული წამები გადაწყვეტილების მიღებას, თუ რით უნდა იყოს ჩამოგდებული ეს საფრთხე. ამის შემდეგ კიდე არის საჭირო გარკვეული დრო, რომ გადაწყვეტილება მიღებული რომ იქნება თუ რა სისტემის იარაღით უნდა ჩამოაგდონეს, ეს ყველაფერი ჯამში მოიცავს სადღაც არასრულ 1 წუთამდე, 45-50 წამის ფარგლებშია. გასაგებია, რომ 4 წუთიანი ინტერვალი თუ აქვს რაკეტას, რომ მიზანს მიაღწიოს, იქ თავდაცვის სისტემებისთვის უდიდესი პრობლემა იქნება. ამიტომ რუსებმა განაცხადეს კიდეც და ეს ძალიან კარგად იციან ამერიკელებმაც, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ რომელიმე ნაწილის ევროპის ნატოს ნაწილის განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე და
როგორც კი ეს მოხდება, ფაქტობრივად ნატოს ნაწილების განადგურების პროცესი დაწყებულია. სამაგიეროდ ნატოს რაიმეს გაკეთება რუსეთის წინააღმდეგ არ შეუძლია, იმიტომ რომ უკრაინაში არალეგალურად იმყოფება. თუმცა ეს რა არალეგალურობაა, როცა ყველამ იცის ვინ სად არის. იმის გამო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საკმაოდ სერიოზული ერთიანობა იქნა ნაჩვენები და შემდეგ უკვე სამხედრო აღლუმზე ძალიან სერიოზული ტექნიკა იქნა ნაჩვენები. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ სერიოზულ ამერიკულ პრესაში ეს უვარგისი შანხაის ორგანიზაცია და ეს რაღაც ესე იგი სამხედრო აღლუმი და მოკლედ ისეთი რამეა საქართველოში სპეციალური ნაწილი რომ მსჯელობს რუსოფობით შეპყრობილი იმაზე უკეთესი დონე ნამდვილად არ არის. ამიტომ ჩემი მიზანი არის ახლა არა გავარჩიო რომელია კაი და რომელია გლახ, არამედ სიტუაცია დავაფიქსირო. მინიშნება და ღიად გამოტანა იარაღისა, რომელიც ჯერჯერობით არ აქვს შეერთებულ შტატებს იყო პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ აქ უკვე მოდით ასე ვთქვათ, არ დაბრუნების წერტილი გავლილია. რუსებმა ზუსტად იციან უკვე უკრაინაში არ დაბრუნების წერტილი გავლილია, არავითარი დიპლომატია არ იქნება, ძალიან დიდხანს ელოლიავებოდნენ და უნდოდათ რომ როგორმე არ ჩაეტეხათ ეს ხიდები ევროპასთან, მაგრამ ევროპა გამოვიდა პირველი, რო იტყვიან, დარტყმის ობიექტი, რომელიც თავის თავზე იღებს მომავალი დაპირისპირების სირთულეებს რუსეთთან. შეერთებული შტატები ხმათავარ დარწმუნი არ ჩაერევიან, მაგრამ რასაც მე ვკითხულობ ეს 2 დღეა ამერიკულ პრესაში, ეს არის აშკარად გაბოროტებული მოწოდებები იქითკენ, რომ რუსები უნდა, ასე იგი, შეჩერდნენ და რუსებს უნდა მოუაროს ტრაპმა და ასე შემდეგ. არა და კიდე გეუბნებით, შანსი არ არსებობს შეერთებული შტატებისთვის, ერთადერთი დარჩა სანქციები, არავის მიმართ არაფერი არ შეუძლია შეერთებულ შტატებს რეალურად განახორციელოს, გარდა სანქციებისა, რომელსაც არ აქვს არანაირი რა თქმა უნდა, მას მოაქვს ქვეყნებისთვის გარკვეული ზიანი, მაგრამ კიდე გეუბნებით, აქ დგას სუვერენიტეტის პრობლემა პირველ რიგში, საკუთარი სახელმწიფოს ღირსების მოვლენა, 50%-იანი ტარიფები ისე აიტანა ინდოეთმა და იმდენად მყარი და მკაცრი პოზიცია გამოაჩინა, რომელიც მას არასდროს, რაც კი მე მეხსიერება მაქვს, არასდროს არ გამოუჩენია, მით უმეტეს ინდოეთი ყოფილი კოლონიაა, ეს დიდი უბედურებაა ქვეყნისთვის და ამ კოლონიური მენტალობიდან ვერ გამოვიდნენ. ინდოეთისგან განსხვავებით საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა. ის დაჩლუნგებული და ვიღაცის ზიზღით შეპყრობილი ხალხი რაღაც სისულელეებს რომბოდავს, საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა კოლონია. კარგად დაიმახსოვრეთ, ეს განსაკუთრებით ტვინ გაბრუნებულ ხალხს ეხება, თორე გონიერმა ხალხმა ისედაც კარგად იცის ეს. ესე იგი, რა გამოდის? რა კი უკრაინა გამორიცხულია, რომ კატასტროფას გადარჩეს, ხასუსო, ძალიან მძიმეა ამის თქვა, მაგრამ მე თავიდანვეც ვთქვი და ძალიან დიდი უარყოფითი რეაქცია ქონდა ამას, მაგრამ აბა ჩემი ფუნქცია რა არის, ახლა აქ ზღაპრები მოყვე, რა შეგაწყობთ ეს რატო უნდა უსმინოთ მე ზღაპრეს, რომელიც ზის და მეტი საქმე არ აქვს, ეხლა სისულელეებს ლაპარაკობს. არა, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში. რა იქნება ეს, რას აიღებს, რას არ აიღებს, ვერ გეტყვით, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ დააკვირდებით ანალიზებს, ზოგი ამბობს ძალიან სერიოზული ხალხი, მათ შორის უკრაინელები, რომ ეს ალბათ გავალ ლვოვამდე, მე არ ვიცი რატომ უნდა გავიდეს ლვოვამდე, იმ დასავლეთ უკრაინის გადაწყვეტა, თუ კი რუსები გადაწყვეტენ აიღონ კიევი, მაშინ სხვანაირად უნდა მოხდეს, ამაზე მე არაერთხელ მისაუბრია,
ხუთი ოლქია, რომელიც არასდროს არ იყო უკრაინა, არასდროს არ იყო საბჭოთა კავშირი, ეს ძველი ისტორიებია, რომელიც ძალიან ჩახლართულია და ეხლა ამაზე ვისაუბრებთ, ამიტომ მას პატრონები ყავს, ისინიც ელოდებიან, გაფაციცებული არიან, იქნებ დაიბრუნონ ის, რისთვისაც დიდი ხანია მუშაობენ, კარგად არ გამოუდით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რუსებთან ვერ მოუძებნიათ ის ფორმა ურთიერთობისა, რომელიც იქნება სასარგებლო. ერთ მომენტს გავუსვობ ხაზს და პარალელს გავაკეთებ საქართველოსთან. იმ ილუზიებთან, რა საშინელ ილუზიებშიც საქართველო არის. პოლონური ძალიან სერიოზული გამოცემა წერს, რომ ჩვენ პოლონელებმა ჩვენი თავი თვითონ დავაყენეთ თამაშგარე მდგომარეობაში, ჩვენ არაფრად არ უღივართ ევროკავშირს, არაფრად არ უღივართ ამერიკელებს და იქამდეც კი მივედით, რომ კიევშიც კი არაფრად გვთვლიან. სერიოზული დასკვნებია პოლონური ცდარი პოლიტიკისა, იმიტომ რომ პოლონეთი დამოუკიდებლად ვერც რეგიონალური მოთამაშე იქნება, ვერც ევროკავშირში რაიმეს გადამწყვეტი და ნატოში გადამწყვეტი იქნება, მან მოინდომა თავის თავზე აეღო იმაზე მეტი ფუნქცია, რომელიც მის უსაფრთხოებას სჭირდებოდა და ეხლა ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზუსტად იგივე მდგომარეობაშია საქართველო. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად შვიდად ცივი გონებით ვამბობ, არ მაინტერესებს ეს პიროვნება კარგია, ის პიროვნება ცუდია, არა, ხელისუფლება არის აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაში და აშკარად ეტყობათ. ჩემი ასაკიდან ხედავ მე ამას, რომ იმდენად ამოგანგლული არიან ამ სოროსის ტყლაპოში, რომ ვერაფრით იმ ყალბ-იდეა ფიქსებს ვერ ცილებენ თავიდან. აი ახლა სანამ ამ გადაცემაზე დავჯდებოდი, ჩემს მეუღლეს იმედი აქვს ჩართული როგორც უპირატესი ტელევიზია, ჩემი შვილების დედას ნამდვილად ვერ მივანიშნებ, რომ რაიმე სხვა ნახოს ეს მისი სრული და მე მომესმა რაღაც ახალი გადაცემა დაიწყეს, ევროპის რაღაც ქვია მე მგონი და ყველაზე რაც ამ 2-3 წუთში მოვკარე ყური, ყველაზე პარადოქსული, ყველაზე გამაოგნებელი, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და ჩვენი ქვეყნი ისაა, რომ თურმე ევროპული deep state ხელს უშლის და უსამართლოდ ექცევა საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზას. არ ვიცი ახლა ისეთ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მორიდება ამნაირ, აი სიჩლუნგეს რო გაიგონებ, ქუთაისურად უნდა უპასუხო, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, გესმით თქვენ, რომ საქართველოს ექცევა ევროპა, ანუ ის deep state რა მაგარი რაღაცა მოიგონეს, არა, ასე კი ტრაგიკომიკური. ევროპულ მისწრაფებაზე ხელს უშლის და მასზე უსამართლო ზეწოლას ახდენს. აი ეს არის ის რაც ჭირს პოლონეთს. პოლონეთმა ზედმეტი ნაბიჯები გადადგა და თამაშგარე მდგომარეობაშია, რაიმე დაძაბულობა რომ მოხდეს, ვერაფერი პოლონეთს ნატო კი არა, ვერაფერი ვერ გადაარჩენს. საქართველო, რომელიც ფანტასტიკურ სოფლიო პოლიტიკის ცენტრშია მოქცეული სამხრეთ კავკასიასთან, ეს 1000-ჯერ ავხსენი, შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი ერთი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც უახლოესი 30-40 წელი განვითარდება მოვლენები, არის გამაოგნებლად აცილებული დროს მისი პროპაგანდისტული არსენალი არის დაახლოებით საბჭოთა პროპაგანდისტული არსენალის ტოლი, პრიმიტიული, იდეოლოგიით
გაჟღენთილი და ხომ გეუბნებით ევროპელებს ეჩხუბებიან, იმიტომ რომ ჩვენ ევროპა გვინდა და თქვენ უსამართლოდ გვექცევით. ესე იგი, ეს არის ეხლა მძიმე შეფასებები უნდა გავაკეთო. ეს არის აღზნებული გონების ბრალი, იმ მითოლოგიური აზროვნების ბრალი, რამაც საქართველოს აქამდე მიიყვანა. ამიტომ ვამბობ მე მარტივ რაიმეს. საქართველოში კრიტიკულ სიტუაციებში თუ შენ არ შეგიძლია შენი სახელმწიფოს მტერის იდენტიფიკაცია მოახდინო და მტერი დასახო აბსოლუტურად არა სწორ კოორდინატთა სისტემაში, შენი ბრძოლა იქნება ბრძოლა მოჩვენებების წინააღმდეგ. საქართველოში უკვე კარგა ხანია მტრის იდენტიფიკაცია ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ცხადია ერთი მხრივ ისტორიკოსების დანაშაულია, მეორე მხრივ პოლიტიკოსების დანაშაულია, მესამე მხრივ ინტელექტუალური ელიტის დანაშაულია, რადგან ისტორია არის არა მითოლოგია, არამედ ისტორია არის წარსულის ზუსტი რეკონსტრუქცია. რა კი ყველა მოვლენა გარკვეულ დროში, გარკვეულ კოორდინატთა სისტემაში მიმდინარეობს, თუ იმ მოცემულობის სრული ანალიზი არ ხდება და შენ კონტექსტიდან ამოგდებულ ფაქტებზე აგებ ისტორიულ შეხედულებათა სისტემას, ეს გამოდის ის, რაც გვაქვს საქართველოში და ეს დღევანდელ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება, მას ხელს უშლის განვითარებაში. როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაქვს, შენ ისტორიის რეკონსტრუქცია ზუსტად გჭირდება იმისთვის, რომ დროში თანხვედრილი რაღაც მიახლოებითი მაინც სიტუაციები თუ იქნება, შენ არ დაუშვა შეცდომები, რომელიც ერთხელ უკვე დაშვებული გაქვს. ჩვენთან ამის განწყობა არ არსებობს, ამიტომ პოლიტიკური აქტორები, ვინც ამ წუთში ასე თუ ისე ჩანან სცენაზე, მოცილებული არიან დროის ამ მოთხოვნას, მათ არ აქვთ იდენტიფიცირებული არა მარტო დრო, არა მარტო ის თუ რა ხდება, არამედ რა არის მიზეზი ამისა და ამდენად ყალბ წარმოდგენებზე დაფუძნებული საქართველო მიდის თავისი დიდი პრობლემებისაკენ. ესე იგი, თუ ჩვენ შევხედავთ ამ ბოლო ჩინური მოვლენების ორი სერიოზული მოვლენის შემდეგ დასავლეთის განწყობას, ისინი გააფთრებული არიან და ფაქტობრივად დღეს შემიძლია ძალიან დარწმუნებით გითხრათ, ძალიან დიდი ალბათობით, რომ გამორიცხულია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რაიმე პოლიტიკური დიალოგი მოხდეს. ამის ყველა გზები ამოიწურა, ამიტომ რაც მოხდება, პირველი, უკრაინაში რაც მოხდება, მხოლოდ ბრძოლის ველზე მოხდება და ხას უსვამ. თორე მე არსად გამქცევი არა ვარ, ვერავინ ვერ ჩაერევა, ვინ ჩაერევა იქნება განადგურებული და არა მხოლოდ უკრაინის მიწაზე. ესე იგი, აქამდეა მისული საქმე. მე რატომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს? ჩვენ ამ დაძაბულობის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. გარანტირებულად, ხას უსვამ, ჩვენ ვერ ვცილდებით როგორ კონტექსტში მინდა რომ გაიგოთ. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, ჩვენ ხედავთ როგორი საომარი რიტორიკა ევროპაში, ჩვენ ამ რიტორიკიდან დისტანცირებას ვერ ვახდეთ. ხომ გვითხრეს, რომ თქვათ, არაფერი არ იქნება, მაგრამ ოდესღაც დავიწყებთ თქვენზე ფიქრს, ხო? კაი, გაჩერდი, დაანებე ახლა ამ ევროპას თავი, მიხედე შენ ქვეყანას, დაალაგე შენ ქვეყანაში სიტუაცია, ევროპული სტანდარტები, ცხოვრების დონის, რაც იყო კლასიკურ ევროპაში, ჯერ ისაგვა გასაკეთებელი, მოეშვი ამ ევროპას დღეს. ეს გადაცემებიც,
ეს ყოველდღიური პროპაგანდა რომ ევროპაში მივდივარ და თუ მიდიხარ ევროპას უნდა ომი რუსეთთან შენ უნდა იომო ეს ალბანური რამეა ეს სხვანაირად არ შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული ევროპა სერიოზულად ემზადება ომისთვის კაცო ხო გინდა ევროპას და ხო გინდა სწორი არასწორი ამაზე არ ვლაპარაკობ მაშინ ისიც გეუბნება სწორად გეუბნება ევროპა ფული გინდა ჩემთან ურთიერთობა გინდა ჩემი მხარდაჭერა გინდა მაშინ ჩვენ ეს გვინდა შენგან არა ესე იგი რა გამოდის კობახიძე და კიდევ მისი უფროსი ყველაზე ჭკვიანებიან ესე იგი ევროპას წველენ და როცა მოწველის საფასური უნდა დააბრუნო პროდუქციით შენ გინდა ესე იგი ეროვნულ ფასეულობებზე გადახვიდე და ნახეთ რა დემაგოგია ეროვნულ ფასეულობებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გადაცემა დაიწყეს აგრეთვე ისტორიაზე ვიღაც ახალგაზრდა ადამიანს მიყავს ეს ყველაფერი მაგრამ მე არ ვიცნობ ამკაც შეფასებას ვერ გავაკეთებ მაგრამ რასაც უსმინე იმის მოსმენა არ შეიძლება ასეთი პათეტიკური ტონით ასეთი ამაღლებული გასაგები ეს პროპაგანდისტული გაქვს უნდა დააბოლო იმ შენ სეთურის ბრბოს რომ იმ სეთურის ბრბო მიფიქროს რომ აი ეროვნული ხელისუფლება ყავს არ შეიძლება ასე ლაპარაკი ისტორია ხომ შენ გინდა შენს ახალგაზრდებს მიაწოდო საღად კარგი წარმოუჩინო კარგად ის რაც იყო ტრაგიკული აჩვენო ის ტრაგიკული თქვენ გონიათ ჩვენი ახალგაზრდები ვერ გაარჩევენ წესიერად და რანაირი აღფრთოვანებული ტემპია რა მოხდა არიქა ყველაფერი ჩვენ გქონია და ჩვენ ყოფილვართ ყველაფერი ამ დროს რო შეხედავ შენს ისტორიას ტრაგედიების 700 წელი ტრაგედიების გზით მიდის ქვეყანას იმიტომ ვამბობ მე ეხლა არის გარდატეხის ეპოქა ჩვენ არ გადავტეხავთ ამას ან და გარდავტეხავენ საბოლოოდ იმიტომ რომ საქართველოში დარჩა 1,430,000 კაცი წელს მოაკდება 250,000 კაცი გაისათაც მოაკდება სად არის ეს აღორძინებული ქვეყანა რატომ გარბის ქვეყანა ამ დროს დაძაბულობა იმატებს ხას უსვამ მე ამერიკელებს ხედავ იმ პუბლიკაციებში უკვე განრისხებულ ხალხს რომლებსაც უნდათ ამ უარგის რაღაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ამ 25 სახელმწიფოს ესენი არიან თურმე ქვეყნები ანუ დევნილი ქვეყნები ეხლა წარმოიდგინეთ ყველა დევნილია ერთადერთი დასავლეთი ამ ვოუკიზმით და უბედურებით შეფოთლილი დასავლეთი არის თურმე აღორძინება ხო ხას უსვამ მოდის საქციელი არ უპასუხოს 4-ჯერ ამერიკის პრეზიდენტს აფრიკული და აზიური ქვეყნების ზურგის შექცევა ამერიკისადმი რადგან ის იდეოლოგიური მოთხოვნები რომელსაც სვამს იმპერატიულად ამერიკა და ევროპა ეს იდეოლოგიური მოთხოვნები არის საქართველოს მიმართაც რაც აბსოლუტურად მიუღებელია ქართული კულტურისათვის და ქართული მოდით ასე ვთქვათ სოფლ მხედველობისათვის რაც ჩვენ არ გვჭირდება იმისთვის რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან ჩვენ დასავლეთის მტერი ვერ ვიქნებით ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის მტერი ვერც რუსეთის მტერი ვერ ვიქნებით თუმცა გონება ისე გამოულაყეს ხალხს იმას აჩვენებენ რომ რუსეთი მტერია და არიქა ვერ იტანს საქართველოს ესე იგი არსებობას მოდით ახლა პირდაპირ გეტყვით ამ თემაზე მე სპეციალურ გადაცემას მივუძღვნი და გეტყვით ამაზე დიდი სისულელე არ არის 21 საუკუნეა არის ერთადერთი რამაც შეიძლება რუსეთი გაგიხადოს შენ უშუალო მტრად და გახდეს შენი განადგურების მიზეზი ეს არის ერთადერთი საკითხი თუ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს დაემორთხება საფრთხე
ქართული ჯარი და თავისთავად საქართველოს საფრთხეს რუსეთს ვერ შეუქმნის, არაწონადი შეუსაბამო სიდიდის სამხედრო პოტენციალია, მაგრამ აქ იმ ევროპული ჯარების, იმ ნატოს განლაგება და ასე შემდეგ არის რუსეთისთვის სასიცოცხლო საფრთხე, ამიტომ თუ შენ გინდა იბრძოლო ნატოს გვერდით იმისთვის, რომ გაანადგურო რუსეთი, შენ უნდა იცოდე, რომ სანამ რუსეთს გაანადგურებ, შენ განადგურდები. ეხლა მოდით ასე გავაკეთოთ, არსებობს სიტყვად გარყვნილება. ეხლა ვინ როგორი მტერია, ვინ რანაირი მტერია, ვინ როდის მტერი ხდება, ამ სიტყვად გარყვნილების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია კუდი ასე მოვაბათ, ისე მოვაბათ, მაგრამ რეალობა ერთია. საქართველოში დღეს არა გარედან ემუქრებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრებიან საქართველოს ხელისუფლებები. ჯერ ის უბედურება, რომელიც 1992 წელს იქნა შემოყვანილი, ძლივს მოცილებული სატანა. შემდეგ მისი გამოზრდილი და იმ პომპეზური, რომ იტყვიან, ტიკი მასხარაობით, რასაც ვარდების რევოლუცია ქვია, მოსული ხელისუფლება და შემდეგ უკვე 1912 წელს ქართველი ხალხის განწყობის მოტყუებით მოყვანილი ხაზოსვამ ხელისუფლება, რომელიც დღესაც არის. კავკასიაში გაჩნდა ახალი ოფცია ქართული სახელმწიფოსთვის. კავკასიას სჭირდება, სამხრეთ კავკასიას სჭირდება წონასწორობა და ამ წონასწორობის ერთადერთი შემქმნელი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული სახელმწიფო, მაგრამ ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მმართველების შემხედვარე საქართველო ამ ფუნქციას ვერაფრით ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ კი შეიძლება შენ კაი ბიჭი ხარ, ეხლა მე არავის არ ვეხები პიროვნულად, მაგრამ არ შეგიძლია. მე არა ვარ კლათ ცუდი ბიჭი, რაღაც კარგი მაქვს, რაღაც ცუდი მაქვს, პროფესიონალი მსმენელი ვარ, მუსიკის ძალიან მაგარი, მაგრამ მე რო ეხლა სცენაზე ავიდე და სიმღერა დავიწყო, ყველამ უნდა მაგინოთ თუ რაიმე შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს არ მეხერხება. ისევე ეს ხელისუფლებაში რომ არ იცის რატომა, ამიტომ არიან ქრთამში გადავარდნილი, ამიტომ არიან ამოგანგლული. ქრთამში, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო მართვა არის სუპერ ინტელექტუალური, სუპერ პროფესიული საქმე, რომლის შესახებაც მათ წარმოდგენა არ აქვს. ესე იგი, ჩემი საუბრის მთავარი დასკვნა რომ გავაკეთო ეხლა, საერთაშორისო მდგომარეობა აშკარად დაიძაბება. რაც უფრო კრიზისისკენ მიდის უკრაინაში საქმე და ნუ ფიქრობ ზოგიერთი რომ რატომ 2 დღეში და 3 დღეში და 1 თვეში და 2 თვეში ვერ აიღო. გაცხადებულია, ამერიკელებმაც არაერთხელ შეაფასეს, საწყის ეტაპებზე ტერიტორიის საკითხი არ იდგა, საწყის ეტაპებზე იდგა პოლიტიკური შეთანხმების საკითხი, რომ ნატო არ გავრცელებულიყო, უკრაინა ნეიტრალური ყოფილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაღეჭილია ეს ყველაფერი. აი, ქართველების სპეციფიურ ნაწილს კი არაფრით არ უნდა გაიგოს, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და ხდება უკრაინაში. მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მათი საქმე თვითონ იციან, უბრალოდ თავის თავს იშტერებენ უბრალოდ რა. ესე იგი, უკრაინაში ყველაფერი მივა იქამდე, როგორცაც გადაწყვეტენ რუსეთი, არ ვიცი რას გადაწყვეტენ. ამას ხაზს უსვამ ამერიკას არ აგვერკეტები, ახლა მოთხოვა და ახალი პაკეტი იქნება სანქციების და კარგი, სამაცხროდ ხო არ შეიძლება გაიხადო თავი 18,000 სანქცია ადევს რუსეთს. მისი ეკონომიკა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იყო 2022 წელს, სხვა სიტუაცია საერთოდ გადაეწყო სახელმწიფო, ჯერ უამრავი პრობლემა კიდე, ამიტომ
მორევით მას ისეთი წარსულში ჩარჩენილი უვარგისი ორგანიზაცია, როგორიც ნატოა, მინუს აშშ, ეს ცალსახად, ვერაფერს ვერ უზამ. დუგლას მაკგრეგორმა, ამ სამხედრო სპეციალისტმა და ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა პირდაპირ თქვა, სულ 2 დღის წინ, დღესაც შესანიშნავი ინტერვიუ ჰქონდა, რომ ნატო ფაქტიურად არ არსებობს. თქვენ თუ გონიათ ორგანიზაცია, რომელსაც რიუტე ხელმძღვანელობს, შეიძლება არსებობდეს და მას რიუტე ყავდეს ხელმძღვანელი, ან ევროკავშირი იყოს რაიმე ოდნავ მაინც ანგარიშგაცაწევი ძალა და მას კალასი ყავდეს პირველი დიპლომატი, კუბილასი ყავდეს მრეწველობას და ასეთი რამეების მინისტრი და ის, მოდით ასე ვთქვათ, შანტრაპა ხალხი, რომლებიც უბრალოდ ასამარებენ ევროპას, ვერ გავიგე, ევროპას ასამარებენ გლობალისტური ნეოლიბერალური ხელისუფლებები, რომლებიც სპეციალურად არიან მიყვანილი იქ. ქართველმა რატომ ვერ უნდა გაარჩიოს, რომ რა იყო კლასიკური ევროპა, რა არის დღეს, აცალე ამ პროცესებს ევროპაში წავიდეს, როგორც წავა, იქ სამოქალაქო ომებზეა ლაპარაკი. შენ ქვეყანას მიხედე და როცა უკეთესი გამოიდარებს და სხვანაირი სიტუაცია დადგება, სხვა რამეზე მერე იფიქრე, არ შეიძლება ასე. და კიდევ ერთი მთავარი თემა, რომელიც აუცილებლად მინდა შევეხო. რა კი დაძაბულობა იმატებს, მეტნაკლებად სახელმწიფოებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ საკუთარი რესურსი მაქსიმალურად როგორ გამოიყენონ ეფექტურად. რა კი მოსალოდნელია სერიოზული კრიზისი, სერიოზული, ბუნებრივია ჩვენ საქართველოს რაც გაგვაჩნია, ის უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, ეს პირველ რიგში კვების პროდუქტები იქნება, თუ სხვა რამე იქნება. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მიმართ დანაშაულ ჩასნის. 10,000-ობით ჰექტარი დაუხნავ დაუთესავია. მიწა განადგურებულია. ამ დროს ხელისუფლება იბარებს ამ მილიარდერებს თუ მილიონერებს, გუშინ დავით ჭაბუკაშვილმა გაახმიანა სერიოზული რამ, ჩვენ ახლა შევხვდებით ამ ბიჭებს ბაღდათიდან და ასე შემდეგ და ამ ფულიან ხალხს აძლევს მთელ სოფლებს, მთელ სასიცოცხლო არეც, რომ ამ სოფლებში დარჩენილ ხალხს არსად კონდეს აი საქონლის მოსაძოვებელიც კი, რომ აიყარონ იქედან და ჩალისფასად გაყიდონ ყველაფერი. ჩაფიქრებული არის ქართული სოფლის დაცვა. ეს ახალი ამბავი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ამ შუქურას სიბნელისა მთელი საქართველო რომ დაცლოდა 10 ურბანულ ცენტრში უნდა განეთავსებინა. არანაირი სოფელი არავინ, ყველაფერი დაცა 10 ურბანულ ცენტრში. რატო? ურბანული ცენტრი, ანუ მოდით ასე ვთქვათ, საქალაქო დასახლება, რა არის ბორდელები, კაზინოები, ტრაფიკინგი, ნარკოტიკები, ხო გეტყვით, თბილისი ჩაწოლილია ნარკოტიკებში. ესენი ებრძვიან ნარკოტიკებს, ხელისუფლების და სპეციალური ორგანოების გარეშე ვერანაირი ნარკოტიკი ქვეყანაში ვერ გაჭანდება, მაგრამ ეს დიდი ფულია და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე ვსაუბრობდეთ, ეფექტურობაზე ვსაუბრობდეთ, მართვის მეთოდებზე ვსაუბრობდეთ, სოფელში, ქალაქის ტიპის დასახლებაში, თუ ყველაფერი არის გავერანებული, ტურიზმზე აგებული ქვეყანაა და ნახეთ, რა დონის მავნებლობა კეთდება. მესმის?
ასეთ ფანტასტიკურ ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთი კარგი სექტორი იქნება ეკონომიკისა და მეტი არაფერია. ტურისტები მოდიან, ფული იხარჯება, ეს ფული რომ ჩვენს ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ასე მიდიოდეს, კიდე რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ტურისტების მიერ შემოტანილი ფული საქართველოში მცირე ნაწილი თუ იხარჯება იქ რაღაც სასტუმროს რემონტი თუ უნდა და რაღაც წვრილმანი რამე დანარჩენი მიდის თურქეთში, მიდის ჩინეთში, მიდის ირანში, ყველაფერს იყიდულობენ და მოაქვთ აქ, ესე იგი ქართული ეკონომიკის დრაივერი, ნახეთ რა სექსუალურად ჟღერს, როგორი სახელი მოუგონეს, ევროპული ორიენტაციის არიან, აბა მამოძრავებელს ხო არ იტყვიან, დრაივერიაო, ხო, ესე იგი უტვინოები. ხას უსვამ, ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ტურიზმი არის ეკონომიკის დრაივერი, ის არის აბსოლუტურად გაუნათლებელი ეკონომისტი, არაფრის ცოდნა ეკონომისტი. ფული შემოდის, ფული ქვეყნის გარეთ გადის, აქ რჩება გაპარტახებული ინფრასტრუქტურა და ამას ბოლო არ უჩანს. ეხლა მოდით ვიფიქროთ სხვანაირად. რა კი სიტუაციები მოსალოდნელია, ეხლა მართალია გასაბუხulis პერიოდი არ არის, მაგრამ იქნებ მაინც გასავლერია ექსტენსიური პერიოდი. თუ პოლიტიკა სწორად იქნა აგებული, ექსტენსიური პერიოდი, მოდით ასე ვთქვათ, მაქსიმუმ 2, 3, 4 წელი. აი ესე გაჩნია. ეს არის რესურსების მობილიზაცია, განთავსება, ამოცანების შესაბამისად დროში, ალოკაციას რომ უწოდებენ, ეს ცოტა რთული საქმეა. ვერავინ ვერ გააკეთებს ამას საქართველოში, იმიტომ რომ ეს არ ისწავლება ქართულ ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, იმიტომ რომ ამ საქმეს რომ ჭირდება იმის მცოდნე, არც ლექტორები ყავს საქართველოს ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტებს და არც ის სტუდენტი ყავს, რომელიც ეკონომიკის ამ უმნიშვნელო თემებზე ლექციებს მოისმენს და შეისწავლის. მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს, მე ამის შესახებ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რობაქიძის უნივერსიტეტში, ვკითხულობ კიდევაც ამ ლექციებს და კიდევ წავიკითხავ, როგორც დაგვირდით 1 ოქტომბრიდან მე დავიწყებ ფუნდამენტალური ეკონომიკური კურსის წაკითხვას. აი, ეკონომიკას ჩვენ მოვკიდებთ აი ხარსო, რქებშიო და ჩვენ დავიწყებთ ძალიან ღრმა საკითხების განხილვას, ალბათ მინიმუმ 16 ლექცია იქნება, ნახოთ მე როგორც დაგვირდით, მუშაობ ეხლა რომ 1 ოქტომბრისთვის ყველაფერი მაშინ შევადაროთ ჩვენ რა ისწავლეთ თქვენ ეკონომიკის სპეციალობა დამთავრებულმა ახალგაზრდებმა და სინამდვილეში რა ყოფილა ეკონომიკა. ძალიან მართალია ეს სერიოზულ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ღირს იმათ, რომ ჩვენ ჩავიხედოთ ეკონომიკაში და მისი უღრმესი პლასტები ჩვენთვის გასაგები გავხადოთ. ესე იგი, რა კი ექსტენსიური პერიოდი მაინც არის გასავლელი, ამ ეტაპზე აუცილებელია რომ მოხდეს ამ თავარი გეგმების დაწყობა, რას ვაპირებთ, სად როგორ უნდა ვიმოქმედოთ, კიდე გეუბნებით, ვინ მისცა საქართველოს ხელისუფლებას, ან ჩვენ ხალხს, ვინ მოგცა იმის ნება, რომ ჩვენ წლიდან წლამდე დაუმუშავებელს ვტოვებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტ მიწას, არ ვიღებთ სასიცოცხლო პროდუქციას, მივატოვეთ, მიწა არის გამოფიტული 30 წელია, სერიოზული, თუ ვინმე კერძოდ აკეთებს ანალიზებს, მიწა გამოფიტულია, მისი მოვლა პატრონობა არ ხდება, ამას სერიოზული მეცნიერება უნდა, ლაბორატორიები უნდა და ასე შემდეგ. სად რა კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, სად რა შეგვიძლია ტრადიციულთან ერთად მოვიყვანოთ
და ჩვენ იმის ნაცვლად რომ ვიყოთ შეძლებული ქვეყანა და იქეთ გავიტანოთ აგროპროდუქცია საზღვარგარეთ, ჩვენ ვართ იმპორტზე დაფუძნებული ქვეყანა და გამოდის ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე, გამოდის კიდე სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც ასევე წარმოდგენა არ აქვს სოფლის მეურნეობაზე და ჩვენ კვლავ დაგვრჩება დაუხნავ დაუთესავი. ეს უკვე სტრატეგიული შეცდომა იქნება, მაგრამ თუ სიტუაციები დაიძაბა, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით პრობლემების წინაშე, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი მარაგები, რომ კრიზისულ რეგიონალურ ან უფრო გლობალურ მასშტაბით, უფრო ფართო რეგიონის დონეზე კონფლიქტებს გაუძლოთ. აი ამ თემაზეა სასაუბრო. თემაზეა სასაუბრო რა ხდება კავკასიაში, არავით არის ზანგეზურის კორიდორი არ იქნება, ვერავით არის ზღაპრები, რომლებსაც ესე იგი ვითომ რაღაც გაიგონეს და ესე იგი ეგრეთ წოდებულმა ბჭყალებში ექსპერტებმა ანალიზები გააკეთეს და ასე შემდეგ, როგორ გაყრიან აქედან ამგენს იმგენის მეშვეობით, მერე ზანგეზური გაიხსნება, ეს მერე მაგარი ყოფილა საქართველოსთვის და სად გაიზარდეთ ეს ექსპერტები კიდე გეუბნებით, სულ არაფერი არ გინდათ რომ თუ გიხდიან ფულს და ამიტომ ყველაფერზე უნდა წახვიდეთ. მოკლედ სალაპარაკო არის ბევრი, სიტუაცია ამ დღეებში კიდევ უფრო ნათელი იქნება, ნახოთ რა საუბარი შედგება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, მე რა შთაბეჭდილებასაც რჩება ამერიკული მიმოხილვები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ალასკაზე შეხვედრის შედეგები იქნეს განულებული და დაარწმუნონ ტრამპი, რომ პუტინმა ის მოატყუა. ეხლა წარმოგიდგენთ თქვენ რა ლექსიკა არის, ხო? მოატყუა და სინამდვილეში, ესე იგი, ამის გამო არა მარტო არ მოატყუა, არამედ ყველაფერი ერთმანეთში კარგად დაალაგეს და აგრძელებენ ამას. თუ გარემოცვამ არ დაღუპა ყველაფერი. ხას უსვამ ამერიკის საქმე დღევანდელი გადასახედიდან ავტორიტეტის თვალსაზრისით არის საშინლად შერყეული. არა მარტო ერთმა, ორმა, სამმა, 10-მა, 20-მა ქვეყანამ აქცია, გვერდი. დახურეს ეს ოფცია. ამერიკასთან ურთიერთობის ოფცია დახურეს. ყოველ შემთხვევაში რო იმედი ქონდათ მისი ეს არ არის და სხვა გზას დაადგნენ. მოდი კი აღარც კი ელაპარაკება ტელეფონზე. ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შეცვლილ გარემოში ქართული მენტალობა, პოლიტიკური მენტალობა, ხალხის მიერ კრიტიკული აღქმა მდგომარეობისა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როდესაც შეიძლება განვითარდეს სერიოზული კრიზისები და ჩვენ მზად ვერ დავხვდეთ მას. მე კი დღევანდელი გადაცემით მინდოდა მეჩვენებინა, რომ სიტუაცია არ მიდის უკეთესობისკენ. როგორი სცენარები იქნება, დამოკიდებული იქნება ევროკავშირის და ნატოს მოქმედებას. ტყუილა ლაპარაკობენ, ვერავის ვერ შეიყვანებენ და განადგურდებიან, მაგრამ ისინი არ გაჩერდებიან. ეს არის აშკარად. რა მოყვება ამას? მოდი დღეს ამაზე ნოვილაპარაკებთ, მაგრამ ვიყოთ მშვიდად გავიაზროთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ მდგომარეობა უფრო იძაბება, ვიდრე იგი ხდება უფრო გამჭვირვალე და უფრო საიმედო იქნებოდა, რომ ამ ყველაფერს დიპლომატიური გზები გაეხსნა და პრობლემები მოგვარებულიყო დიპლომატიური გზებით მოლაპარაკებების მეშვეობით, მაგრამ ამის იმედი არ გქონდეს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება, ამიტომ ყველაფერი გადაწყდება იარაღის ძალით, ყველაფერი გადაწყდება ბრძოლის ველზე და აქ კი მოსალოდნელი სერიოზული რამეებია. დიდი მადლობა, მეც აღარ შეგაწუხებთ დროებით, 4 შაბათამდე გემშვიდობებით.